მარჯობათ, მოგესალმებით, ჩემო გულიანო, ჯიგრიანო ქართველებო. მე ამის წინ ვისაუბრე წინა ვიდეოში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით და იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელი კანონპროექტიც ითვალისწინებს, ესე იგი, ევროპიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეობის ჩაყვანას საქართველოს შეერაღებულ ძალებში, სავალდებულო სამსახურში. და მე რა ინფორმაციაც მოვიძიე, მინდა რომ თქვენ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია და შემდეგ გადავწყვიტოთ, რომ ამას ჭირდება აპელაცია და გაპროტესტება თუ არა. და მე რაც შემეძლება და ჩემი მეგობრები, მე ყველანაირად შევეცდები, რომ ეს გავაპროტესტო, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი ძალიან ბევრ ოჯახს შეეხება. აქ არ არის არანაირ პარტიულობაზე საუბარი, ქალბატონებო და ბატონებო, არანაირ ნაცობაზე ან ქოცობაზე, ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე. ეს შეეხება პირწმინდად ყველა ოჯახს. ეს არის რომელიმე პარტიის წევრი თუ არ არის, თუ როგორ და რანაირად ეხლა დაწვრილებით ყველაფერს აგიხსნით და დანარჩენი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. გამომყვები და გავასაჩივროთ და გავაკეთოთ ამის აპელაცია თუ არა. და ეხლა ესე იგი რა ხდება და როგორ ხდება. თუ ჩვენ აქამდე გადავხედავთ თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობას, ჩვენ ვნახავთ იქ რომ ერთი წელი სამხედრო სამსახური რომ გადაგეწია, იყო 1000 ლარი. ხოლო ეხლა თუ შევხედავთ ამ შეცვლილ კოდექსს, შეიცვალა სავალდებულო სამსახურის 1 წლის გადავადება და გახდა 5000 ლარი. ანუ ეს რას ნიშნავს? თუკი ჩვენ ქართული ოცნება ამ წუთში საქართველოს ხელისუფლება ჩვენ გვაიძულებს იმას, რომ საქართველოში გამოგზავნონ ნებისმიერმა ევროპიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ამერიკიდან მშობელმა ბავშვი საჯარისო სამსახურში ის მოიღებს მონაწილეობას როგორ სამსახურში. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ესე იგი, მე ამ სამსახურს პირადად აღვნიშნე ბევრგანაც დავწერე, რომ არ მივესალმები. მე როგორც ნამსახურები ადამიანი, მე როგორც ქართველი ადამიანი, ვაჟკაცი ადამიანი და სამშობლოს შვილი, მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი უნდა იდგეს ციხეებზე, საგუშაგოზე და უნდა ჩემი შვილს აგინებდეს ათასობით პატიმარი. რომელი სამსახურიც ჩემთვის არის მიუღებელი, ჩემი ოჯახისთვის არის მიუღებელი, ჩემი შვილისთვის, ვისთვის არის მიღებული და ვისთვის როგორ და მე იქ არ დამიწყოთ ამან იმსახურა და ვიზე მეტი ხარ და რაღაცა. ჩემთვის პირადად ჩემი აზრია არის მიუღებელი, რომ ჩემი შვილი იდგეს ციხეზე, ვიშკაზე. მოკლედ და კონკრეტულად აქ წერტილი. ეხლა რაც შეეხება ამ სამსახურს. ამ სამსახურში მონაწილეობა რა არის დღეს? ესე იგი, რა არის დღეს? 80 ლარი ხელფასი, რომელიც არის არ ვიცი, უბრალოდ სრულიად სასაცილო. დასაცინი როგორ შეიძლება ჯარში 1 წლის გადავადება ღირდეს აწიონ ფასი 5000 ლარი და ჯარისკაცის ხელფასი იყოს 80 ლარი. არ ვიცი, ეს უბრალოდ ეს უკვე მარაზმია. ეხლა რაც შეეხება იმერწლიან სამსახურს რა ხდება და როგორ. თუ თქვენ რომელიმე დამიწერთ, რომ ეს ჯარისკაცები იმერთ წელიწადში სწავლობენ ჩასაფრებას, რეიდს, რეკოგნოსირებას, იღებენ საჯარისო განათლებას, ტაქტიკურ გადაადგილებებს, ან პოლიგონზე გადიან და ატარებენ სროლებს და ელემენტარული სროლებს სწავლობენ, მე ამ კანონპროექტზე ხმას არ მოვიღებ და ვიტყვი, რომ ეს არის მიზანშეწონილი. მაგრამ ნებისმიერი სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ პიროვნება რა ვითარებაში არის? მან 1 წელი გაატარა ციხეებზე, საგუშაგოებზე, ტაუერებზე და არანაირი საჯარისო განათლება მან არ მიიღო. უბრალოდ იყო, რო ვთქვათ, ასე რო ვთქვათ, ამ წუთში როგორც არის რა თქმა, ის იყო ჩვეულებრივად, რა ვთქვათ, აი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც არ ქონდა არანაირი განათლება იმ მხრივ, რაღაც წარმოადგენდა და რაღაცშიც თვითონ მონაწილეობას იღებდა. მაქსიმუმ შეიძლება ეს საჯარისო მოხელეები გაიყვანონ და წელიწადში, ამ 1 წელიწადში შეიძლება ისრულონ 5 ტყვია. შეიძლება ეს არ მოხდეს. თორე ვისაც ყოლიათ სავალდებულო ჯარისკაცი, კითხე და გიპასუხებთ. ეხლა რაც შეეხება იმას, მე რაც ვისაუბრე, რომ აქ უნდა მიდიოდეს დიდრიშვილიც, ღარიბიშვილიც, აქაც ამას აუხსნი. ესეც კარგად შეიგნოს და გაიგოს და გაითავისოს ყველამ. თუ ღარიბს რაღაცა აქვს დასაცავი, თავისი ქოხია, ბაღია, წინაპრის დატოვილი მიწა-წყალია, დიდა 100 ჯერ იმაზე მეტი აქვს. ამ ლოგიკითაც რომ მივყვეთ. მილიონები თქვენია, ვილები თქვენია, საქართველოში შემოსული ყველა შემოსავალი თქვენია. რა ვითარებაშიც გინდა ავიღოთ, ისე უნდა მიიღოს მდიდრიშვილმა მონაწილეობა, როგორც ღარიბიშვილმა. ეხლა რა ხდება? ოისაოთრება თუ ჩავიხედებით ამ კანონში კარგად. პირველი არ გამოცხადების შემთხვევაში, ესე იგი ხელისუფლებას ეძლევა ამისი ნება, რომ ნებისმიერ არ გამოცხადებულ პიროვნებას დაუწეროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მეორე არ გამოცხადების შემთხვევაში
ჯარიმის ფასი იზრდება, შეუძლია დაუწერონ 2000 ლარი და ზემოთ, ხოლო მესამე არ გამოცხადების შემთხვევაში შეუძლია დაუწეროთ 5-დან 10000 ლარამდე, ან პირდაპირ მისცენ სისხლით სამართლის საქმეში და დაუსწრებლად გამოუტანონ ციხე 2 წლის ვადით, ან მეტი. ეხლა ეს რას ნიშნავს და ძვირფასო ხელისუფლებავ თქვენ მოგმართავთ, რომ თქვენ ესე იგი 100,000-ობით ბავშვს, რომლებიც არ ჩამოვლენ და დარწმუნებული ხართ, რომ არ ჩამოვლენ საქართველოში და არ წავლენ თქვენ სამსახურში და არ წავლენ იმ ტაუერებზე და იმ ციხეებზე, საგუშაგოებზე, ეს ბავშვები თქვენ ტექნიკურად ეუბნებით, რომ მათმა მშობლებმა თქვენ 9 წლის განმავლობაში უნდა გიხადონ ამ ბავშვებს, რომ ეს ჯარი გადაუნაწილონ, ყოველ წელს უნდა გიხადონ 5,000 ლარი. თუ ჩვენ ავიღებთ წლების განმავლობას და წლების მანძილს 18-დან 27 წლამდე თითოეულმა ემიგრანტმა, თითოეულმა იმ ოჯახმა, რომელმაც შვილს უნდა გადავადება გაუკეთოს ჯარის და უნდა გიხადოთ თქვენ 5,000 ლარი, რომელიც ეხლა აციეთ. კანონ პროექტში ეხლა შეიტანეთ, რომ 5,000 ლარი გახდა და რის ფონზე და რა საფუძველზე ეს არ თქვენი იცით ალბათ არ ჩვენ, მაგრამ ჩვენი ვარაუდი არის, სავარაუდოდ უბრალო მოკვდავების, რომ თქვენი ჯიბეების გასქელება გინდა და თქვენი ჯიბეების გამდიდრება გინდა უფრო მეტად რომ ვერ აძღებით. ამას თუ ავიღებთ, ესე იგი, იმიტომ რომ თუ ამდენი წლები იყო 1000 ლარი გადავადებაზე, ეხლაც არაფერი შეცვლილა. ჯარისკაცია, ცოცხალი პიროვნება, შეიერაღება. არაფერი შეცვლილა, არაფერი შეცვლის საფუძველზე უბრალოდ თანხა გაიზარდა, გახდა 5,000 ლარი. თუ ჩვენ ავიღებთ 18-დან 27 წლამდე ნებისმიერ ოჯახმა უნდა გიხადოთ 5,000 ლარი. ეს იქნება ემიგრანტის ოჯახი, საქართველოში მყოფი ოჯახი, თურქეთში, რუსეთში, ამერიკაში, ინგლისში, ირლანდიაში მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, ერთმა ოჯახმა თქვენ უნდა შემოგიტანოთ საქართველოს ბიუჯეტში 45,000 ლარი. ერთმა გლეხმა ოჯახმა უნდა გადაგიხადოს, ეს იქნება ემიგრანტის ნებისმიერი ოჯახი, პირდაპირ ეს არის ემიგრანტების სისხლის ამოწრობა კისრიდან. უნდა გადაგიხადოთ 5,000 ლარი. წელიწადში, 9 წელიწადში 27 წლამდე რო ეს გადავადება მოხდეს 45,000 ლარი. აქ არის კიდე მეორე პირობა, ეხლა მე მაგალითად მეორე ოჯახები ვიცი, რომ ძმებში განსხვავება არის 2, 3, 4, 5 წელი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ორივე ძმა გამოიძახონ, მშობელმა ვერ გაუშვას, ვერც ერთი და არ გაუშვას. თქვენ სამსახურში, მაგრამ პირდაპირ გვეუბნებით, არ გამოგიშვებთ თქვენი დედაც, მაშინ გადაიხადეთ. ესე იგი, გამოვა რომ ოჯახმა უნდა გიხადოთ 10,000 ლარი. 10,000 ლარი უნდა შემოიტანოს წელიწადში. რაც 9 წელიწადში ერთი გლეხი ოჯახისთვის 90,000 ლარია. ხალხო, თქვენ როგორ ახართ ჯანმრთელობით როგორ ახართ? 90,000 ლარი უნდა შემოგიტანოს. აღარ ვლაპარაკობ მე 3 ბიჭი და ან 4 ბიჭი თუ ყავს მშობელს. ორი შვილი რო ყავდეს, 2 ბიჭი რო ყავდეს, 90,000 ლარი უნდა შემოგიტანოთ თქვენ. რაში, უბრალოდ რაში? ეს არის საშინელი პროექტი, ეს არის განკუთვნილი მხოლოდ იმაზე, რომ ემიგრანტები და საქართველოს გარეთმყოფი ადამიანები განადგურდნენ და ეს ბავშვები, ესე იგი, გაუგუჭდეთ პირადი საქმე, იმიტომ რომ ბევრი ვერ გადაიხდის. ეს არის საშინელად ცუდი პროექტი. ბევრი ოჯახი ამ თანხას შეძლებს და ვერ გადაიხდის და ავტომატურად ამ ბავშვებს დაუწერენ პირველ ჯარიმას, მეორე ჯარიმას და მესამეზე შეუძლიათ 2 წლიანი ციხე. ესე იგი, ამ ბავშვებს გინდა არ გინდა გააფუჭებენ და ამ ბავშვებს არასოდეს აღარ მოუნდება 100,000-ობით ქართველს საქართველოს ტერიტორიაზე ჩასვლა და საკუთარ სამშობლოში ჩასვლა. აი, ამ პროექტს არანაირი დადებითი მხარი არ გააჩნია. ერთი დადებითი მხარეც რო იყოს, ეს რო იყოს რეგულარული ჯარი, ეს რო იყოს სამშობლოს გაძლიერება, ეს რო იყოს რაღაც ტაქტიკური სვლა, კი ბატონო, არავინ ხმას არ მოიღებს აქ და მე ვიქნები პირველი მომხრე ამ კანონ პროექტს ავეთანხმო. მაგრამ, როდესაც ეს არის ტაუერებზე, ციხეებზე გათვლილი ჯარი, საჯარო სამსახური, რომელიც არანაირად არაფერში არ წაადგება, გარდა თქვენი ჯიბეების გასქელებისა, მე აქ უეჭველი ხმას რა მოვიღებ? ჩემი თხოვნა არის, ქალბატონებო და ბატონებო, მაქსიმალურად არც თუ გეზარებათ, არც თქვენი არსად მithოვია და არც ეხლა არ ვითხოვ, არც თქვენი გამოწერა არ მინდა, არც თქვენი რაღაც დაფოლოვება თუ რაღაც არც ეგ არ მინდა. მე ამას ვსაუბრობ ისევ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თორე ხვალდაზე რო დაგაწვებათ 5,000 გადასახდელად, შემდეგ გაგახსენდებათ გიორგი, რომელმაც ეს საუბარი თქვენამდე მოიტანა, მაგრამ თქვენ არ დაგაინტერესდათ. თითოეულ ოჯახს მოგიწევს ამ თანხის გადახდა. და მე მინდა გთხოვოთ ერთი მხოლოდ ვიდეო გაავრცელეთ, რომ მივიდეს ხალხის ყურამდე, გადააზიარეთ და შემდეგ ნახვები იქნება, გადაზიარება იქნება, რა იქნება, მაგის ხარჯზე მიმართავ ჩემ მეგობარს საქართველოში, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს და გაკეთდება სააპელაციო ფურცელი და ამას ხელახლა
პარლამენტში შევიტან განხილვაზე, რომ ეს კანონპროექტი საბოლოოდ განადგურდეს და საბოლოოდ დასრულდეს. რადგან ამ კანონპროექტს ბევრი უკუჩვენება აქვს. ვიდრე დადებითი. დადებითი ერთია ვიღაცების ჯიბეების გამდიდრება და უარყოფითი ძალიან ბევრი. ამ ბავშვებს 100,000-ობის ბავშვს, ასევე ქართულ ოცნებას თუ ოდნავ ტვინი გაქვთ და თუ ოდნავ ჭკუა მოგეკითხებათ, მან ვინმეს ვინც ეს კანონპროექტი მიიღო, პირდაპირ გეუნებით დაკარგავთ 100,000-ობით მომხრეს. ამ ბავშვებს საქართველოში ყავთ ბებიები, ბაბუები, დეიდები, ბიცოლები, მამიდები, ბიძები და ეს ბავშვები რომ თქვენს მიერ იქნებიან, რო ითქვიან დაჯარიმებული და დაპატიმრებული და თქვენ რო გამოუტანთ ამ ბავშვებს ცუდ განარჩენს, ამ ბავშვის შობლები თქვენ არც ერთი ხმას აღარ მოგცემთ მან და არც ერთი მაგათი ოჯახის წევრი. ეს იქნება პირდაპირ თქვენი დაღუპვა, მე გეუნებით. ამიტომ ეს კანონპროექტი გაიწვიეთ უკან და ჯარიმაც რაც იყო მანამდე წლიური გადავადება 1000 ლარზე დაწიეთ და 5,000 ლარი. 5,000 ლარი როგორ შემოიტანოს გლეხმა? 5,000 ლარს ზოგი გლეხი წელიწადში ვერ შეულოს მოზავალში. საიდან შემოგიტანოთ თქვენ 5,000 ლარი? დააწიეთ ისევ 1000 ლარზე როგორც იყო ამდენი წლები და დარჩით ადამიანებად. თავრობა წავა. ერთი თავრობა წავიდა, მეორე, მესამე წავა. მაგრამ ხალხი ურჩებიდა. ხალხმა ერთმანეთს უნდა დაუდგეთ გვერდში. ყველას გენაცვალეთ გულში, შემოგევლეთ მაქსიმალურად გადააზიარეთ, რომ ხალხის ყურამდე მივიდეს და მე ამას აუცილებლად მივიტან იქამდე, რომ ეს კანონპროექტი გასაჩივრდეს და ხელმეორედ გავიდეს პარლამენტში განხილვაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გენაცვალეთ ყველას გულში. უფალი ღმერთი გფარავდეს, რომელი მიწაზეც გინდა იმყოფებოდეთ.